გუშინ მოვისმინე. გული ამიჩუყდა. მაშინვე ვერ მოვყევი. ახლაც ვნახოთ, როგორ გავართმევ თავს. ესეთი ფაქტი ყოფილა წემსებს შორის. რომ ხანდახან ხდება ხოლმე ისეო, რომ როდესაც სხვარიო გააჩენსო პატარა ბატკანს, ამ ბატკანს უარყოფს დედა, წიხლსაც კი დაარტყავსო და გადააგდებსო და ახლოს არ უშვებსო. ასეთ ბატკნებსო ეძახიან ხოლმეო, ინგლისურად რაღაც სხვა სიტყვა, მაგრამ ქართულად სწორი იქნება ალბათ. განდეგილი არა, გაგდებული ალბათ. ყველა სწორი სიტყვა ეს იქნება, რადგან განდეგილი უფრო შენი პირადი ნებით როცა განდგები ეს არის, მაგრამ გაგდებული ნიშნავს, რომ გაგაგდეს, გაგაგდო. გარემომ, მშობელმა, ოჯახმა. და ამ გაგდებულ ბატკანს თურმე წემსი სახლში შეიყვანს და სოსკით აჭმევს რძეს და თავად ზრდის. და ზრდის იქამდე, სანამ თავისით არ შეუძლია, რომ წავიდეს და იბალახოს. და მერე ნელ-ნელა უკვე უერთებს ფარას. და როდესაც ცხრებოს დაიძახებს, რომ ცხრებს უნდა აჭამოს, ან ცხრები უნდა გარეკოს, პირველი ყოველთვის ეს გაგდებული ცხვარი მორბის ხოლმე მისკენ და ეს გაგდებული ცხვარი გამოეხმიანება ხოლმე. ამ ლაივსაც ასე ქვია, რომ უფალს ყველა თანაბრად უყვარს, ისევე როგორც მწყემსი ყველა ცხვარზე თანაბრად ზრუნავს. მაგრამ თავად ადამიანებს და ადამიანებში უფალი სხვადასხვა სიძლიერით გვიყვარს. და ყველაზე მეტად ჩვენ გვიყვარს უფალი, ვინც გაგდება გამოვცადეთ. ბავშვობიდან, ზრდასრულობიდან, ემიგრაციიდან, თუ საიდან. და კი უფალი ყველას თანაბრად პასუხობს. მაგრამ ის დაიძახებს თუ არა, პირველები ჩვენ ვართ ხოლმე, ვინც გავდივართ კონტაქტზე. ჩვენ ვართ მისი ერთგულები და ჩვენ ვართ მისი ამრჩევები. ამიტომ როცა ამბობენ ხოლმე, რომ უფლის რჩეულიაო, არასწორი ნათქვამია. შეგვიძლია ვთქვათ სწორად ამიერიდან, რომ უფლის ამრჩევიაო. და უფლის ამრჩევ ადამიანებს ამ ეპოქაში ძალიან დიდი და დიადი და წყალობებით სავსე და ჭეშმარიტებით და გამარჯვებებით სავსე გზა გველოდება. მხოლოდ გახსოვდეთ ყოველთვის, ფარაში არ დაიკარგოთ, რადგან უფლის ხელებში გამოზრდილები ფარაში არ უნდა დავიკარგოთ.
ჩემი სახელია მორგან სისამაია, გიტოვებთ ამ ლაივს და ამ ამბავს. თავად გადავურჩი კიდევ ერთ ფარას და უფლის ძახილის სამსახურში. ამჟამად ვიწყებთ ქალებთან ერთად, უფლის ამრჩევ ქალებთან ერთად დოკუმენტური, მხატვრულ დოკუმენტური ფილმის გადაღებას, შავმღდელოების და ჩვენი წინაპრების ძვლების გარშემო, ჩვენი წმინდანების ძვლებისა და უხრწნელი ნაწილების გარშემო, ვისაც გინდოდეთ შემოერთება, რომ იყოთ ამ ფილმის თანაშემქმნელი, შეგიძლიათ დაწეროთ პლუსი და მოგწერთ აუცილებლად პირადში, თუ როგორ და რანაირად. და ძალიან ლამაზი ისტორია და ძალიან გულის გამათბობელი. ნატალია კვირკველია, მე მგონი. იმედი მაქვს მოусმენ ამ ლაივს დროებით და კარგად.